მე შევსლიდი ამ კითხვას და დავსვამდი ასე, რატომ არ უნდა მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას? იმიტომ არ უნდა მივცეთ ნაციონალურ მოძრაობას ხმა, რომ ამ ხელისუფლებამ დაგვიკარგა საქართველოს ტერიტორიის 20%. არ არსებობს სამართლიანი კანონმდებლობა და გვაცხოვრებს უსასამართლო ქვეყანაში. იმიტომ არ უნდა მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას, რომ გვყავს 40,000 პატიმარი და 400,000 პრობაციონერი. არის ხმების ქურდი და იპარავს არჩევნებს. ესე იგი, პოლიტიზირებული ყავს პოლიცია. არ არის დაცული ადამიანის სიცოცხლე და უფლებები. არ არის დაცული ადამიანის საკუთრება. გაფლანგულია მილიარდები, რომელიც სახელმწიფოს აღებულია კრედიტებისა და გრანტების ხაზით. არ არის დაცული მოსახლეობის ჯანმრთელობა. ბანკის ტყვეობაშია მოქცეული საქართველოს 115,000-ზე მეტი მოქალაქე. არასწორად მიმდინარეობს საინვესტიციო პოლიტიკა. ქართველის გარდა ყველას აქვს უფლება ბიზნესის კეთების და ყველაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში. ყველაზე ძვირია ელექტროენერგია, მედიკამენტები, ნავთობპროდუქტები, ქვილი და სხვა სასურსათო პროდუქტები, ყველაზე მაღალია საშემოსავლო გადასახადები, ყველაზე დაბალია პენსიები, ყველაზე მეტია უმუშევართა რაოდენობა, ყველაზე მეტი ადამიანია გარე მეზობელ სოფლებში ლუკმა პურის საშოვნელად გასული. აი ეს არის მოკლე ნუსხა იმისა, თუ რატომ არ უნდა მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. ყველა ოჯახს შეეხო, ზოგს პატიმრებით, ზოგს გამორიცხული და სტატუს შეჩერებული სტუდენტები, ზოგს ავადმყოფებით, ზოგს დაყადაღებული ქონებით, ზოგს ბანკის ტყვეობით მოხვედრილ აი ამ უსამართლობაში. ყველა ქართველს, ყველა საქართველოს მოქალაქეს შეეხო ამ ხელისუფლების ბრჭყალებში სიკეთე და აქედან გამომდინარე მე ვამბობ, რატომ არ უნდა მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. იმიტომ რომ ყველაფერი ამის საპირისპიროდ ქართული ოცნების კოალიცია ქართული ოცნების ბატონი ბიზინა ივანიშვილის პროგრამაში წინვალეთ არის ყველაფერი გაწერილი და ნომერ პირველი ამ პროგრამის მთავარი ფიგურა არის ადამიანი და ადამიანის ჯანმრთელობა, მისი განათლება და მისი სოციალური დაცვა. მე მინდა მოუწოდო მთელ საქართველოს მოსახლეობას. ერთადერთი შანსი მოგვცა უფალმა. აი მოგვივლინა ადამიანი ბიზინა ივანიშვილის სახით, რომელსაც შეუძლია საქართველოს გადარჩენა, ჩემო მეგობრებო. თქვენზეა დამოკიდებული. 1 ოქტომბერს არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს დაცვა. უნდა მოგზანდეთ და შემოხაზოთ 41 ნომერი. კიდევ ერთხელ გთხოვთ და გემუდარებით. არ დავკარგოთ ეს შანსი, იმიტომ რომ ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ ამ არჩევნების და ამ შანსის ხელიდან გაშვებას. რაც გავაკეთებთ არჩევნების დამთავრებისთანავე, ყველა ჩვენს ოპონენტს ხელს ჩამოვართმევთ, გადავეხვევით და სიყვარულით მივიღებთ აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ დიდი საქმის დაწყებას და არც ერთი დიდი საქმის დაწყება არ დაწყებულა დიდი სიყვარულის გარეშე, დიდი შერიგების გარეშე და გთხოვთ ყველას. დავდგეთ ერთად საქართველოს გადასარჩენად, ჩემო მეგობრებო. 41 გვჭირდება აჭარის 4 ბიულეტენში აჭარაში ჩატარებულ არჩევნებში და დანარჩენ საქართველოში მხოლოდ 2-ია ეს იცით და არ დაგავიწყდეთ, ძალიან გთხოვთ. ეს თქვენი შვილების გამარჯვების დღე იქნება, ამაში დარწმუნებული ვზამდებოდი.